გამარჯობათ, მე ვარ ალექსი, თქვენი მყოფებით არხზე, რომელსაც ქვია Dream Chasers-ი. მოკლედ, ჩემი ოცნებისკენ მივდივართ ამ არხზე, ყველა ერთად, მე და ჩემი გამომწერები. და აი, ეს არის კიდევ ერთი პატარა ნაბიჯი, ემისფერებით ყვილად არადევს. ეს არის BMW X3 M40 2021 წლიანი, აი ეს არის ჩემი შემდეგი პროექტი. ზუსტად აი ამ ბეიჯის გამო არის ნაყიდია ეს მანქანა. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ მე ვარ ემისკენ გზაზე, ანუ ნელ-ნელა ემისკენ მივდივარ და რადგანაც ემიურევია ამ მანქანას, უკვე როგორც მინიმუმ მიხარია და ძალიან ახლოს ვარ ჩემს მიზანთან და მოდით ახლა დეტალურად გაჩვენოთ რა ჭირს ამ მანქანას, რა გზა უნდა გამოვიაროთ ამ მანქანის იდეალურამდე მისაყვანად და როგორ მომეწონება ამ ყველაფერს იხილავთ ამ ვიდეოთა სერიაში, ასე რომ წინასწარ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს და წამოდით ავაწყოთ ჩვენი მომდევნო პროექტი. პირველი რაც უნდა ვქნათ, airbag გახსნილი არის და პიროპატრონი არის ესეთი დამცავი ფუნქცია, როდესაც airbag იხსნება, ის იჭრება და მოკლედ აკუმულატორს უწყვიტავს დენს. შესაბამისად, ჩვენ რო ჩამოვიყვანოთ ახლა ეს მანქანა, უნდა მოვერიოთ მაგას პირველ რიგში, ასე რომ უნდა ავხადოთ რამენაირად საბარგული, ან შიგნიდან შევიდე და მოკლედ ახლა დაიწყება მაგ ყველაფრის ისტორიები. შევიდეთ და ვნახოთ რა გვაქვს გასაკეთებელი. ჯერ პირველი შეხება ამ X-თან შუქი არ მაქვს. აგერ აი ესე გამოიყურება აქაურობა რატოა დაშლილი არ ვიცი. მაგრამ აქ უნდა ვიპოვო აკუმულატორი სადღაც. ამ ყველა დეტალზე მე მოგიყვებით, აქ კარბონები გვაქვს სალონში. ბევრი საინტერესო რაღაცა აქ ამ მანქანას. მაგრამ ჯერჯერობით უნდა დავქუქოთ. საბარგული როგორ უნდა გავხსნა აქ. აი ესე გამოიყურება აქაურობა. დავატვით აბა ეს რა არის სავარძლებია რა ხდება ეხა კაპოტი უნდა გავაღოთ ტაქს M performance აგე ხო პლუს ხედავ კი ხედავ კი აგე დამაგზავნებელი შევაერთოთ. აქ სად შევაერთო? აგე. აქ შევაერთო ხო? კაი, თუ რამე ავოფეთქე, ჩემი ბრალი არ არის. შევაეგარი, დენი გვაქვს. ეხლა მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს მანქანას მივცეთ ელექტროენერგია საბარგული ავხადოთ და ვეცადოთ, რომ იქიდან გავაკეთოთ მოკლედ ეს მთელი საქმე, რომ დაიქოქოს ეს მანქანა და როგორც იქნა შემოვიყვანოთ სინათლეში და ცოტა სინათლეში გაჩვენოთ. არა, ვერ წუდება ეგრე. მოდი, აი აქ დავდოთ პირდაპირ. პროსტარკინაზე რო დავადო, არა? აქ. აგე დავადი აქ. აქ არის მასი. არის ზავს? კი, როგორ არის? მიდი, აბა გავუშვი. აბა ნახოთ. ჯურავი სიმპათიურია რა, მომწონს. შენ წარმოიდგინე იმს რო ჩამოვიყვან მე რას ვიგრძნობ, რაღაცა ჰეჯბექი არის, მოჯიპო, წარმოიდგინე. მაგრამ ვიზუალურად სიმპათიურია. თავისი აურა აქვს რა ამ გერმანულ მანქანებს, რაღაცა მე ჩამესმის. არა, აქდენი. კაი, ესე იგი ამ ხერხმა არ გაამართლა. აბა ვნახოთ, აბა თუ გაამართლა. მე მგონი არ გაამართლა. სიმართლე რო გითხრათ. მოიცა ნომრებიც არ მინახავს. 817 დისი. ვერაფერი ვერ ვნახე ისეთი რაც. აი მოდი, ეხა რას ვიზავ იცი? ვცდი რომ ვიპოვო ის გამომწევი უსაფრთხოების მიზნით ხო უნდა ქონდეს გამომწევი საბარგულში და მოკლედ ვეცდები რომ ეგ ვიპოვო. მარჯვენა მხრიდან ეს ღია აქ რა ხდება ტაქს ტროს ვერ ვხედავ ეს კამია კით რა ხდება საინტერესო არაფერი
მაგრამ სადღაც ხომ უნდა კონდეს. ნეტა სადა. მოდი ხა. ცოტა უფრო კრიტიკულად მივუდგეთ. ეს მოვაშოროთ. წინ. ესეც. წინ. ესეც. წინ. ეს ყველაფერი. თქვენ წარმოიდგინეთ და წინ. ესეც წინ. აი იქიდან ხარეს დროს. აი ვერ ხედავ მაგ დროს. არა ეს სკამისაა, ნახე? ეს სკამის არის. შიგნით უნდა იყოს დროსი. გზა მატერიალამ. ნაერხო. არა, აქ პრედახრანტელებია. მოიცა დავგუგლა უცებ რა. არის დროსი გზა მატერიალამ და ნახე? ვერა, მაგრამ ვნახავ რა. ვერ ვნახე. ინტერნეტიც არ იჭერს. აგერ. დაქს ვნახოთ. მე მგონი საინტერესოდ იწყება ისტორიები. And this goes for a lot of the BMWs that are all electronic. It's still going to have მიდი, ჰა. მერე. the light in there. ბიჭო, ეს ვიცი, ბაზარი არა, მან დრო სედანებს რო ეგრე აქვს, მაგრამ X3-ზე რა ხდება, აბა? აი, არაფერს არ მოჩვენებენ საინტერესოს. მაშინ ძველებურ ლოგიკას მივყვეთ. არ ჭრის. გამსაწევი ესეთი რაღაცა ტროსი უნდა იყოს, რომ და მაგრამ არ ჩანს იმენ. აგე ნახე. ხედავ რამე ეს? ეგრე ღრმად არ უნდა იყოს. აბა ერთი მერაბას დაუძახე. მერაბ. სადაა ღილაკი, ხო არ იცი? რასადაა? ისა ტროსი რო არის. ხო იცი? ავარიული გავღები? ხო, და არა. Hey guys, Ben Will here at ბიჭო, საბარგულზე უნდა გქონდეს ხო, მაგრამ არა, კაგე. შეხედე. ეს გატეხილია. ეს მე მგონი არ გავა. აი, ეხლა როგორც ვინმე, ცოტა მეტი ადგილი გვაქვს. გინდა კალამი გაჩუქო. შენი ეს კალამი. მაგრამ რა დებილიზმია, იქნებ გამიტაცეს. აი ეს რა აქვს? სადება? აი თითის ესა? არ დაბლა მოჭრილივით რო ნახე. თვითონ ზამუკის დაბლა მოჭრილივით რო რა ეს? აი ამოჭრილივით აქ-აქეთ ნახე, არა, აქეთ. ოკეი. აკიდი აქეთ დაბლა ყოლე, აი ეს რა არის? მოიცა. მე მგონი ეგ არის. მომცემ რამეს რო დავაჭირო, თორე ვერ ვაჭერეს. ხო. კალამე. აბა, კალამე. სადა? შენ გაჩუქე. Если нет, ты можешь вот эти допомогать. კაი, რამდენიმე წუთი მინდა კიდე და ვიზავ. აი ახლა ვიპოვე ვიდეო და ვნახავ რა. In your BMW X3 F25, აი, კაროჩე არ არსებობს რომ რაღაცა გინოდეს და ინდური ტუტორიალი ვერ ნახო YouTube-ზე, მართლა ვიძახი. ინდური ხო? იმენა ყველაფერი იციან. open the driver's side. Open the door. Then you go to the tailgate. Open the tailgate. კაი, ეს გავხსენეთ. მე რა ხდება ჩემო? ძმაო. Using a screwdriver. Open this battery cover. ხوار გადავა.
აი, იქ ნახე, იქ. There you see a small door there. ქვედა მხრიდან? Screwdriver inside this. ეხლა And move this on the right of the vehicle. on the right of the vehicle. Okay. Let's go. Thank you guys. Thank you guys. Hello. Hello, thank you. აქ უნდა იყოს სადღაც, ხო? აი, თავი უნდა დავხარ. ვახშენ. ქსამ. ვერ ვუდგები ამას, აი ეს რას ეს დაგიჭირო? საზიზღრობა. Короче, უნდა გადავიკეცო რა 4-ში. აქ არ არის. კიდეც არ არის. აი მე მგონი ვიცი. ეს იქნება რა. აჰა. Всё. მოიცა. სადი. მაგე ესა ოღონდ პირიქით უნდა გამეწია. და ცუდო. მადლობა. აქ აი ამაში. მანდ არა, არა. Короче, ინდური ტუტორიალებით ვიწყებთ. რატო დავიღალე ეს ძალიან წავედი მესახში, ხვალ შევგიერთებით. ნახვამდის. აქეთ ხო არის ბლოკი რა, წინაზე ვქენით. ისე რომ პირდაპირ პლუსზე დავადეთ. ეს უნდა დავშალოთ და პირდაპირ დავადოთ. აირმა გახსნელ. BMW-ს მე აღარ ვიყიდი. დამთავრდა. აჰა, ეს პლუსი მინუსზე და ეს მინუსი? რა მინუსი? ვერ ვადებ. ვერა? ბიჭო, რა დაირისა აქტო? მანახეთ ზუსტი. თავი, სად უნდა დავადო? პლუსზე ხომ უნდა დავადო? პლუსზე უნდა დავადო, აგე პლუსზე არ ედება იქ. არ ეტევა. ხედავ? ეს რა მოვაზროთ არა? ო, ეს უნდა მოხსნათ როგორმე. კლემა უნდა ჩაიხსნას მაშინ. აი ნახე ეს დენი სად მოდის. ეს ბლოკი უნდა მოუხსნათ და პირდაპირ შევაერთოთ პლუსზე. მოკლედ სანამ ჩვენ ამ აკუმულატორის ამბებს ვაგვარებთ, თქვენ გამოიწერეთ არხი და მე კიდე ჩავჭრი ვიდეოს და როდესაც მოვაგვარებთ, თან მოგიყვებით როგორ მოვაგვარეთ და თან გაჩვენებთ როგორ ჩამოდის მანქანა და მე ცოტა უფრო კარგ სინათლეზეც განახებთ. მაინტერესებს როგორ დაიქოქება და თქვენ აუცილებლად ნახავთ მე ყველაფერს. მოკლედ მოხსენეთ ყველაფერი, პლასმასიც მოხსენით, ეხლა მივწუდით იმას რომ უნდა დავადოთ პლუსი და მინუსი. პლუსი გვიდევს პირდაპირ იმ პლასმასის ქვეშ რაც იყო და მინუს ვადებ აი აქ და მოკლედ აი ასეთი შედეგი აქვს ამ ყველაფერს. ეხლა კიდე წავედით და დავქოქოთ. ტაქს, აბა პირველი ჩაჯდომა საჭესთან. უი. მარი კიდე ერთ საჩუქარი მაქვს შენთვის. ეს რატო ვიწერ მარტო ქალების მანქანებს? მაგრამ იქ 3-ია და მეტი რა უნდა მოთხოვ ამას. აი, წავედით ახლა. არ იქოქება? რა საინტერესოა. კაპოტი ხო არ ჩავკეტოთ? არ იქოქება, არა. არა, ანუ ზაჟიგანიასაც არ ხსნის. მოიცა, აბა კარგი ჩავკეტო. არაფერი არ შულის. აგე ხო გითხარი, დენი არ ყოფნიდა. მიდი პაკას ფარენი სიელი. ეხა არ ქოქავს. დაკოქო, არ უნდა გაახალას თქო. ეიტრალი. მოიცა? ნაკროპი ნაჟმენტი და მასკი. აჰა, იგო. ეიტრალი რუსნო ჩაძიე. გამბული მაგმე. არა, ნეიტრალში არა. თუ არ დაკოქე, არ ჩავარდება ნეიტრალში ეს. ეხა კიდე არ გაიხსნა, ახლიდან მოხსენი დენი და დაადე. აგე ეხა გაიხსნა. აი. ხედავ რა ჭკვიანი ვარ? შეიძლება პიკათავში. აი აქ არის რა. აი, მოიცე თუ. თემურ. სადა თემურა? თემურ ხო გითხარი რომ არ ეყოფა თქო?
დავით მოვი 700-ს ხოქა ვამი. მოიცა? არ იქნება? არა, აი პერემიჩა და მანქანა მოვაყენე. უნდა დავიჭიროთ რა ის. დავტენი ამას ისევლია. მიდი აბა. ერთმანეთს არ მიედოს. გვაქვს პერემიჩკა ისე? ხელში მიკავი ეხლა, მაგრამ ეს პერემიჩკა მთლად ისა. მა ჩვენ ხო არ გვაქვს პერემიჩკა რამე. აქ არა მო. დავტენო? უნდა მოგიყვეთ თან სანამ პარალელურად იქ საქმე მიმდინარეობს. გამახსენდა როგორ გავაკეთეთ ჯიოზააძე და ზუსტად იგივე ხერხით მიუდექით ამას. სტარტერმა დაატრიალა და ყველაფერი რიგზე. უბრალოდ ეხლა დენის პრობლემა გვაქვს, დენი არ ყოფნის და მაგ ყველაფერს გამოვასწორებთ. ზუსტად აი ხა სანამ გელაპარაკებით, მაგის პროცედურა ხდება. ეხლა უკვე ცოტა ხანი რო ამუშავა, მაგრამ არა, ცოტა ხანი უნდა იყოს გახსნილი ზაჟგანია. აგე? გეჭიროს? არ ყოფნის. უი. რა კარგად ჟღერს. რა კარგია. B58. არა, კაი. ჩამოიყვანე. ეხა ერთი კაცი კიბეში მიდაჭდეს. ვართ ქვეითა? მოდი. წირა ხდება. მორჩა. ჩაკვრა? ო. მოიხსნა? რაღაც გააკეთა და სავარაუდოდ ცოტა გააკეთა. აი, იმოდი ჩამოიყვანო, მოდი აბა. მოვდივარ. მოდი. ნელა. რა არის ეს? თავისით ჩერდება. მოდი. თავისით შვება, თავისით. შენ სენსორს გრძნობს და? დაი. ამერე უკვე შევაგოროთ იქ, ხო? მოდი, არის ადგილი, მოდი, კარგად. Let's get down to business. Let's get down to business. One more night together. We've had a million nights just like this. So let's get down to business. უპირველეს ყოვლისა მინდა რომ ვთქვა, რომ ძალიან მაგრად მომწონს ამის ხმა და თან თვითონ მანქანაც სიმპათიურად გამოიყურება და ეხლა არის ზუსტად ის პირველი კარგად ზუსტად პირველი ნაბიჯებია, როდესაც ცოტა უფრო მაღალ დონეზე აყვავს არხი. თავარი იდეა მამა არ გავიტანოთ. Fuera que yo toco pa, no trauma conspiración, ya bebo trago, no soy ejemplo, mi respeto al tiempo, tengo delito, cuesta de talento, que tú quieres que yo escriba, o así milla mentira, es que el DJ me tiene en la mira, no sé, estoy claro, mis impuestos pagos, critican mi trabajo, critican si soy pago, y hago en primera y me tratan de segunda, así de darle práctica como el negro se para, yo soy tu buco, tengo el trabuco, conocido mundialmente como el bar. Aunque digan que soy cuando yo donde voy, le doy gracias a Dios por hoy en donde მოკლედ რა არის სიბერე რა რაც ჩვენს X შეეხება
ჯერ უკმაყოფილესი ვარ მომწონს ასეთ ხმას არ მოველოდი პირველ რიგში და ხმა მომწონს რბილია, თან ცოტა აგრესიულია და სიმპათიურია. მანქანას რასაც ვხედავ, რა ვიცი, დიდად არაფერი არ ჭირს, ესეთი პატარა წვრილმანები აქვს და რას ვიზავთ ხა, არა უშავს დარტყმულია, დაზიანებულია. ესეც ჯართია ხა. სხვა სამწუხაროდ ჯერჯერობით არაფერი არ ჩამომყავს, მაგრამ ეს კარგი ჯართია, ეს ჯართი მომწონს. ესეთი ჯართი მომრავლდეს ჩემს არხზე იმედია, მოვამრავლებ და მოვაყრი არხს ესეთი ტიპის ჯართს. ხმა კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, ძალიან კაია. თვითონ დაზიანებას ეხა განვიხილავთ, მოვხსნით ამ ყველაფერს, კარები მზად გვაქვს, როგორც იცით, ნაყიდი არის კარები და ჩავრთავ მოკლედ მაგ ყველაფერს, როგორ ყიდულობდით კარებს და როგორ მოგქონდა კარები. ეს არის ჩვენი X3 M40, რომელიც ჩემს არხზე აიწყობა, თავის იდეალურამდე მივა. მოგიყვებით ამ მანქანაზე, მოკლედ გავუმყევით და ერთად შევქმნათ ამ არხზე ამ X3 M40-ის მეორე სიცოცხლის ისტორია. წარსულიდან გიერთდებით, ჩვენი X3-ის ნაწილებზე ვართ მოსული, ჯერ მანქანა არ არის ჩამოსული, მაგრამ საჭირო არის, რომ ყველაფერი მარაგებში გქონდეს და ყველაფერი გქონდეს დალაგებული და ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდეთ, ჩვენ მანქანა უნდა ავაწყოთ დაახლოებით 2 კვირაში. მოკლედ, ორი კარი მიგვაქვს ეხლა, კარნიზზე უკვე მოვილაპარაკეთ და ის რკინა, რომელიც მოსაჭრელია, მაგასაც წავიღებთ, ოღონდ ეგ მანქანის შემდეგ იქნება, ანუ მანქანა როდესაც ჩამოვა, გადავწყვეტ თუ ზუსტად სად უნდა იყოს ეს მოსაჭრელი და მასე წავიღებთ. შესაბამისად, ეხლა პირველი ნაბიჯი გადადგმულია, კარი მიგვაქვს, კარს რო წავიღებთ ორივეს, მიგვაქვს თან პლასმასის კარნიზიც, ის შესაღებია, მაგრამ სხვა დანარჩენი არაფერი არ არის შესაღები და ეგ ძალიან მახარებს, ანუ დროშიც მოვიგებთ. პლუს პარალელურად მანქანის აწყობისაც უფრო გაუმარტივდებათ ბიჭებს, მაგ ყველაფრის დამუშავება და ასე შემდეგ. მოკლედ, საჭირო არის, რომ ეს მანქანა ძალიან სწრაფად, მოკლე ვადებში მოვაგვაროთ და ეს მანქანა აიწყოს იდეალურ დონემდე. იმიტომ რომ ეს არის ჩემი პირველი M-ი. ну, M40-ია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ პირველი M-ია. შესაბამისად, მინდა რომ გულით მივუდგე, მინდა რომ კარგად გავაკეთო, მინდა რომ ყველაფერი ქარხნულად გემრიელად ესე იყოს. ასე რომ წავედით და წავიღოთ ჩვენი კარები. ესე იგი, წავედით სახლისკენ, აი ასე გამოიყურება ჩვენი საბარგული, ორი კარი დევს აქ, ხო, კარნიზიც დევს, თვითონ სტოიკა და ასე შემდეგ ჯერჯერობით არ წამიღია. მანქანა როგორც კი ჩამოვა, გაირკვევა თუ რა ზომებში არის მოსაჭრელი ზუსტად და შესაბამისად უფრო ნაკლები რო არ მოუჭრა, ან მეტი არ მომივიდეს, მომენტ ჯობია რომ მეტი მომივიდეს. ასე რომ მანქანა როგორც კი ჩამოვა, მე ისე ვესტუმრებით ჩვენს X3-ის დაშლილებს. ჩვენი კარებიც რაც ჩვენი X-ის ამბებს შეეხება, დღევანდელ დღეს დავასრულებ, ჩემთვის თქვენ ვიდეოს ყურება გააგრძელეთ. მოკლედ, რა დავასკვენით და რა ეტაპზე ვართ ახლა. პირველ რიგში კარები შემოვიტანეთ და კარები აგდევს. მეორე არის ის, რომ ახლა უკვე ვიცი საიდანაც არის მოსაჭრელი ეს ადგილი და მაქსიმალურად რამდენადაც შეიძლება მოუჭრი ისე რომ შპაკლი ნაკლები წავიდეს, თვითონ საღებავის ნაკლები მინდა რომ წავიდეს, იმიტომ რომ შესაღებად მენანება ეს მანქანა, მინდა რომ ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც საჭირო არის. ყველაფერი ორიგინალი ნაწილებით იწყობა, ყველაფერი ფერში იწყობა. სხვათა შორის შეღებას რაც შეეხება, ერთი ძალიან დიდი მინუსი გვაქვს, აი ეს ფრთა არის შეღუნული და მოკლედ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად რომ ცივად გავასწოროთ. ცივად გასწორებაზე კიდე ხვალ სავარაუდოდ გვეცოდინება პასუხი, გაუგზავნით მაგ ფოტოებს, ვიდეოებს, მოვლენ ადგილზე და მაგ ყველაფერს მიხედავენ. ეხლა კიდე რაც შეეხება ლოკაციას და სად ვარ და რას ვაკეთებ. მოკლედ, ეს არის ახალი ეტაპი ჩემს არხზე. პარტნიორები ყავს ეხლა უკვე Dream Chasers-ი ოფიციალურად თანამშრომლობს ამ სერვისთან. სადაც აბსოლუტურად ყველაფერი ხდება, სარობოტო სამუშაოებიდან დაწყებული, სათუნუქეთი და
სამალიაროთი დამთავრებული. მოკლედ ყველაფერი ანუ აქ შემოყავთ მანქანა და მიყავთ აქედან უკვე მზამ მდგომარეობაში პატარ-პატარა ნიუანსების გათვალისწინებით. იქ პოლირება, ქიმწმენა და ასე შემდეგ, მაგას თქვენ მიხედავთ, მაგრამ რაც ყველაზე რთული ეტაპი არის და რაც ყველაზე შრომატევადი არის, სადაც გიწევთ 4 ადგილას სხვადასხვა ტიპებთან შეთანხმება და მისვლა, აქ ყველაფერი ერთ ადგილას ხდება და მოკლედ დროსაც დაზოგავთ, ენერგიასაც და ხარისხსაც, მოკლედ მე აქ ვაკეთებ ჩემს პირად მანქანებს, რაშიც ჩემს პირად ფულს ვხდებ და ცუდ რეკომენდაციას არ მოგცემთ. ნომერს გამოვანათებ, ლოკაციას გამოვანათებ, ჩემი სახელით ვინც დაურეკავთ, მოკლედ პატარა ფაზაკლავებსაც გაიგეთებენ ბიჭები. ეს არის ჩვენი X3 M40, რომელიც ასე დიდხანს ჩამოდიოდა, მაგრამ მოკლედ კმაყოფილი ვარ და მიხარია. აბა ხვალამდე და თქვენ ვიდეოს ყურება გააგრძელეთ. შემდეგი დღე არის მოგესალმებით და მოვედი უკვე ჩვენი კარნიზის დასაღებად, სტოიკის უბრალოდ, რაც მოჭრილი არის, ცოტათი გეგმას აუცდი, იმიტომ რომ აი ნაჭერი რომელიც მომჭირდებოდა არ არის და მოგვიწევს იმ პატარა ნაჭრის აღდგენა. სხვა მხრივ ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი ფერშია, როგორც მე მინდოდა და როგორც გეგმავდი, მოკლედ ეხლა უკვე ადგილზე ვარ, ჩავტვირთავთ ამ ჩვენს Honda Fit-ში მაგ ყველა ნაწილს, რაც გჭირდება. ეგ არის სტოიკა და კარის კარნიზები და მოკლედ წავალთ პირდაპირ ჩვენი X3-ისკენ და მზის შუქზე ვნახავ იმედია დღეს მაინც. ერთი რაღაცა ვერ გავითვალისწინე ჩემს მანქანაში. ეგ სტოიკა არ ჩავა. სადღაც 2-3 კილომეტრი გავიარე რომ მანქანა ვიპოვო, ვინც გადაიტანს მაგ ნაწილს. მაგრამ ჯერჯერობით წარუმატებლად. ისე მამა ხშირად მეუბნება ხოლმე იყიდევო ისევ. პიკაპი იაპონიიდან ეს кейტრაკები კი ჩამოვიყვანე რამდენიმე უკვე მომხმარებლებისთვის, მაგრამ ჩემთვის მენანება ხა უნდა ვიყიდო ეგდოს. ესე წელიწადში ერთხელ თუ გამომადგება, მაგრამ უკვე ყოველ შემდეგ მანქანაზე ვფიქრობ, რომ რეალურად შეიძლება ღირს დაფიქრებაც. აი ერთი პიკაპი ვნახე მოკლედ და ეხა თუ ჩაეტევა, თუ არა და მაშინ მომიწევს ევაკუატორის გამოძახება. აი ესე გამოიყურება ჩვენი პიკაპი. ჩათვალე რომ კიდევ ნახევარი X3 მიმაქვს, ეხლა ასე რომ რა ვიცი, თუ წაიღებს ან მაგარი იქნება, იმიტომ რომ დროშიც მოვიგებთ. სპეციალურად არ უჭრით მაგ ნაწილს, რომ დროში მაქსიმალურად მოვიგოთ. აი ესე გამოიყურება ეს სტოიკა გრძელია და მაგაზეც უარი მივიღე. ესე იგი წავედი ევაკუატორებისკენ. და ევაკუატორი მოვიყვანე, ეხლა მივალთ და დავდებთ როგორც იქნება მაგ ნაწილს, სადღაც არავი 1-6 კილომეტრი უეჭველი გავიარე და თან დავიღალ. აღარ მინდა არაფერი მივიდეთ მანქანამდე. ესე იგი ჩვენს პაიროფიუსს რაც შეეხება, გუშინ რო ვცდილობდით დაქოქვას. საბოლოოდ ვიყიდე ეგ პაიროფიუსი და აი ესე გამოიყურება, თურმე სახიფათო ყოფილა ეგრე გვერდისავლადან, მოკლედ მირჩევნია რომ ეს ნაწილი დავაყენოთ და ყველაფერი რიგზე იყოს როგორც საჭიროა ისე ეყენოს. ეხლა კიდე დავიძარით და წავედით ჩვენს X-თან. მზის შუქზე ვერ მოვასწარი, მაგრამ ლამპის შუქზე მაინც ვნახავ. აქ პროცესი უკვე დაწყებულია, ესე არის მოჭრილი. რაღაცებს ვუმიზნებთ, კარები მოხსნილი არის, როგორც ხედავთ. მოკლედ უკვე მოძრაობთ მანქანის აღდგენისკენ. კარებიც აქ გვეგვიდევს, სავარძლებიც აგერ იქ არის და ესეც ჩვენი კიდევ ერთი X3, ოღონდ ეს X1.5-არია. მოკლედ დრო არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და მაგის გამო მოგვიწია კი იყოს სხვა ფერში, თან შეღებაც არ მინდოდა და მოკლედ იმ პატარა ნაჭერს აღვადგენთ და ჯობია რომ თავისივე ფერში იყოს იმ პატარა ნაჭერს რამენერად ავიტა. მოკლედ მეორე დღე არის და ესე შორს ჯერ არ შევსულვართ, მეორე დღისთვის საკმაოდ შორს ვართ, საკმაოდ სწრაფად ვმუშაობთ და მოკლედ მე მგონი ყველაფერსაც მოვასწრებ, როგორც ვფიქრობდი 2 კვირაში უნდა აღვადგინო ეს მანქანა. და წესით ჯერჯერობით ყველაფერი ისე მიდის, რომ მოვასწრებ.
რაისთვის ჩემი ფუნქციები მორჩა მანქანას ვერანაირად ვერ უშველი სხვანაირად. ეხლა წავალთ სახლისკენ და დავალოდებით მოკლედ ნელ-ნელა უკვე ეტაპობრივად შედეგებს აუცილებლად უნდა გადავიღო მანქანაზე მიმოხილვა თქვენთვის, ასე რომ არხი გამოიწერეთ და აუცილებლად დაელოდოთ ამ მანქანის მიმოხილვა. ესე იგი, მანქანა გაჭრილია, საქმე დუხს. ერთადერთი წინა მარჯვენა ფრთა არის, როგორც გახსოვთ, პრობლემური და მოკლედ ცივად უნდა ვეცადო მაგის გასწორება, იმიტომ რომ არც მაგის შეღება არ მინდა და არც $500 მაქვს ზედმეტი იმისთვის, რომ ფრთა ვიყიდო. ხო და ეხლა მივდივართ ადამიანის წასაყვანად, ვინც ცივად ასწორებს, რადგან მანქანა ვერ მიყვავს იმ ადამიანთან, ადამიანი მიყვავს მანქანასთან. სხვა გზა არ გვაქვს. მოკლედ გზაში ვართ ეხლა იმ ადამიანისკენ, ცოტა ვაგვიანებთ, როგორც ყოველთვის კლასიკურად, მაგრამ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებდით, თქვენთვის ვიდეოს ვაედიტებდი, ასე რომ მე პატიებას ავარაუდებ. წავედით ეხლა ჩვენი X-ის გადასარჩენად. ჩვენ X-თან ვართ, უკვე მოჭრილი არის უმეტესობა, რაც მოსაჭრელი იყო. მაქსიმალურად სწორდება, ეხლა ზაზორებს ვასწორებთ და ასე შემდეგ, კარიც ეკიდა დღეს და მაქსიმალურად ჯდება ისე როგორც საჭირო არის. აქაც ჩაჭრილი არის უკვე ყველა კრიტიკული მომენტი, რაც დასამუშავებელი იყო, უკვე დაწყებულია მაგის დამუშავების პროცესი, რაც ცივად გასწორებას შეეხება. აი ეს პრობლემა გვაქვს, როგორც გახსოვთ და მოკლედ პასუხი ისეთი არის, რომ ჯერ უნდა ვცადოთ და მოკლედ დროში გავიწელებით ცოტა უფრო, მაგრამ საცდელად ღირს ჩემი აზრით, იმიტომ რომ ამის გასწორებით მოკლედ ძალიან ბევრ დროს დავზოგავ ენერგიას და რა თქმა უნდა თანხასაც. სადღაც აი ესეთი პასუხი გვაქვს ჯერჯერობით და დღევანდელი დღეც აი ასე გადის, მოკლედ სანამ ამას არ გავასწორებთ, ამას ვერ წავიყვანთ გასწორებლად, ასე რომ ველოდებით. ჯერ ეს ჩაკერდება, მერე ბამპერი ფარი უნდა მოიხსნას და წავიდეთ ჩვენი ულამაზეს X3-ით და ვნახოთ კიდევ უფრო გავალამაზებთ თუ შეღება მოგვიწევს, ასე რომ ჯერჯერობით მოლოდინის პროცესში ვართ.